ომების, დაავადებების და საკუთარი არჩევანის გამო მსოფლიოს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში ბავშვების ვაქცინაციის გარეშე რჩებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, წელს გლობალური ვაქცინაციის პროგრესი ნაკლებად ეფექტურია. ექიმი ჟან-მარი ოკვობელე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ამბობს. მსოფლიოში 5-დან 1 ბავშვს ვაქცინაცია არ უკეთდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 1,5 მილიონი ბავშვი პოლიომიელიტის, წითელას, ტეტანუსის და სხვა მსგავსი დაავადებებისგან დაიღუპება. დასავლეთ აფრიკის ებოლით დაზარალებულ ქვეყნებში იმუნიზაციის პროგრამები აპრილის შუარიცხვებიდან ამოქმედდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, აუცხრელ ბავშვთა უმეტესობა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში ცხოვრობს. თუმცა შეერთებულ შტატებშიც ბევრია ისეთი მშობელი, ვინც საკუთარ შვილს არ ცრის. ალბათ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ გასულ დეკემბერს კალიფორნიის შტატის დისნეილენდში წითელას ეპიდემია მიფეთქა და აპრილის შუარიცხვებამდე გაგრძელდა. აღსანიშნავია ის, რომ წითელა ბავშვებში თავის ტვინის დაზიანებას და მხედველობის და სმენის დაქვეითებას იწვევს. დღესდღეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრია ისეთი მშობელი, ვინც ლობირებს უფლებას თავად გადაწყვიტოს, აცრას თუ არა საკუთარი შვილი. მინდა მქონდეს უფლება თავად გადავწყვიტო, რა გაუკეთო ჩემს შვილს და რა არა. შეერთებულ შტატებში ზოგიერთ მშობელს მიაჩნია, რომ ვაქცინაცია ბავშვებში აუტიზმს იწვევს, თუმცა ბევრი მეცნიერული კვლევით ეს ფაქტი არ დასტურდება. ახლახან ჟურნალმა ამერიკის სამედიცინო ასოციაცია გამოაქვეყნა უახლესი კვლევის შედეგი, რომელიც წითელას, ყმაყურასაცრებსა და აუტიზმს შორის კავშირს უარყოფს. კვლევის დროს მეცნიერები 5 წლამდე ასაკის 100,000 აცრილ ბავშვს დააკვირდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელი ექიმი ანჯალი ჯეინი ამბობს. ჩვენ წითელას, წითურას და ყბაყურის აცრებს და აუტიზმის სპექტრის აშლილობებს შორის კავშირზე არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ამერიკელებს წითურა აღარ ემუქრებათ. ორგანიზაცია წლის ბოლოს ახალ ვაქცინაციას გეგმავს, რომელიც მსოფლიოს კიდევ ერთ რეგიონს წითურასგან გაათავისუფლებს. თამარ ნერგაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.